მოგესალმებით ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან სიოდის საპატრიარქო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა აღავლინა. წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ადგილზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებიც. პანაშვიდის შემდეგ ქადაგება მოვისმინეთ შიო მუჯირისგან. ადგილზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი მარიამ კოპალეიშვილს ვთავთ პირდაპირ რომელიც გაგვაცნობს სიონში ახლა არსებულ ვითარებას. 40 დღე პატრიარქის გარეშე და უცვლელი კადრი სიონის საკათედრო ტაძარში. დილიდან არ წყდება მორწმუნეების რაოდენობა ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ცოტა ხნის წინ დაასრულდა ადგილზე ღვთისმსახურება, რომელსაც გაუძღვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი. დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ასევე მრევლმა რამდენიმე წუთის წინ მოისმინა ქადაგება მეუფე შიოსგან, რომლის მთავარი გზავნილიც ეხებოდა სწორედ ამ გასულ 40 დღეს და იმ უდიდეს დანარკარგს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის, რაც გამოიწვია სწორედ ილია მეორის გარდაცვალებამ. პატრიარქის მოსაყდრე საუბრობს იმაზე, თუ რა დაუტოვა ილია მეორემ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორი იყო ხალხის პასუხი მის დანატოვარ 8 წელზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაინახა გასული დღეების ერთი თვის წინ. აი ამ სწორედ ამ პერიოდის მანძილზე, მას შემდეგ რაც პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა, მეუფე შიო საუბრობს იმაზე, რომ პატრიარქის მთავარი დანატოვარი არის, რომ ირში იყოს სულიერი სიმტკიცე, მიმტევებლობა, ლმობიერება, ამბობს, რომ ეს დრო იქცა კარგ საშუალებად იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, ასევე უკეთ შეეცნოთ პატრიარქის პიროვნება, ასევე უკეთ გაეცნოთ ხალხის პასუხი და მადლიერება პატრიარქისადმი და საუბრობს იმაზე, რომ განსაკუთრებით უჩვეულო იყო წლევანდელი აღდგომა პირველად ილია მეორის გარეშე, ამბობს, რომ ის გარდაცვალების შემდეგაც მუდმივად დარჩება რწმენის და ხალხის გაერთიანების ყველაზე მთავარი სიმბოლო. აი განლო 40 დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან იმ უჩვეულო, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიდიადით ახსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც. ამ 40 დღის განმავლობაში დაგვიდგა აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ეს იყო პირველი აღდგომა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარეშე. და აი თითქოს შეიძლება ჩვენი გულები მოეცვა ადამიანურ სისუსტეს, განცდებს და დაბნეულობას. დაბნეული სამცხსოს შეიძლება გვეფიქრა, რომ რა გვეშველება შემდგომში მის გარეშე. მაგრამ აი როგორც მისი გარდაცვალების დღეებში ჩვენ დავძლიეთ აი ეს სასოწარკვეთილება, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში უფლის მადლით, მისი უწმინდესობის დიდი სიყვარულით ჩვენში აი ეს მწუხარება და ტკივილი დაიძლია ღვთის რწმენის და იმედის დიდი სულისკვეთებით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული დაიმკვიდრებს ხელთუქმნელ და მარადიულ ადგილს უფლის სასუფეველში და ამიერიდან ჩვენ გვეყოლება დიდი მეოხი ჩვენს ქვეყანას და ყოველ ჩვენგანს და ის თავისი ლოცვით შეგვეწევა ჩვენ, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა. ძნელია დღეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, საუბარი თქვენს წინაშე და მინდა თქვენთან ერთად ვადიდო ღმერთი და მადლობდე უფალს, რომ მოგვივლინა ჩვენ ასეთ ურთულეს 10 წლეულებში და თითქმის 50 წელი იღვაცა მისმა უწმინდესობამ. ასეთი მწყემსთავარი დიდება და მადლობა უფალს.
მთელი ამ დროის განმავლობაში იყო უწყვეტი რიგი მორწმუნეების სიონის საკათედრო ტაძრამდე, პატრიარქის საფლავამდე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში პატრიარქის გარდაცვალებამდე ისმენდნენ მის ქადაგებებს, ეპისტოლეებს დღესასწაულების დროს. ახლა კი მათთვის ეს დღე მით უმეტეს განსაკუთრებით ემოციურია. ისინი იხსენებენ პატრიარქს, იმ ღვაწლს და იმ დიდ გაკეთებულ საქმეებს, რომელიც მან სწორედ მათთვის, მორწმუნეებისთვის დატოვა. ქრისტიანული წამსის მიხედვით 40 დღის მერე უკვე პატრიარქის სული აიმართება სასუფეველში და ქართველი მართლმადიდებლები უკვე მოლოდინში არიან, რომ მათ ზეციური მფარველი გაუჩნდებათ იქიდან. ეს გვეუბნება, რომ ერთი ეპოქა 50 წლიანი დამთავრდა. იწყება ახალი საერთო და მარადიული რწმენა, სიკეთე და ურთიერთობებია, სუბიექტები იცვლებიან, იდეა არა. მინდა უთხრა ქართველ ხალხს, რომ ის არ მომკვდარა, ის გარდაიცვალა და სასუფეველში უხმო უფალმა იმისთვის, რომ ისე ვილოცოს ქართველი ერისთვის. მე შევთხოვ უფალს, რომ ეს იყო ძალიან დიდი ადამიანი ქართველი ერისთვის და მისი სული აცხოვნოს დიდება შენო და უფალო და ის ჯერად ამ წასვლა ისევ ქართველ ხალხს ფარველად და შემწე და ანგელოზად მოევლინება. დიდება და მადლობა უფალს. პატრიარქის დროს რამდენი ეკლესიები აშენდა, განვითარდა, ძალიან დიდი მოსიყვარული ადამიანი იყო პატრიარქი, აი ჩვენთვის პირადად ძალიან დიდი ღვაწლი საქართველოს მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის. პატრიარქთან მქონდა შეხვედრა ერთხელ რომელი პირადად დამლოცემეთ კი ხელიო დამადო, ხო? აი ისეთი სიფრო და სიყვარულმა ჩაიარა ჩვენს ხელში და აი ეს გაშიშებული ვიდეო და პატრიარქია რა. პატრიარქისადმი მადლიერება აქვს ყველას, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებს, რომელმაც მთელი ეს გზა სწორედ ილია მეორესთან ერთად გაიარეს და ისწავლეს სასულიერო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. სწორედ ახლა ეს ადამიანები, ეს სასულიერო პირები იყვნენ დღევანდელ დღეს, დღევანდელი მსახურების თანამონაწილეებიც. დღევანდელი დღე არის როგორც ძალიან სამწუხაროდ კიუნეული, ეს დღეს დიდი სიხარულის დღეა. სიხარული, იმიტომ რომ დღეს მის უწნესობა წარდგა მარადიულ სიხარულში ღმერთთან და იმ საოცარ წიაღში წარდგა, სადაც მარადიული სიხარულია და პატრიარქი ამას და ყველა ქრისტიანი იმას ოცნებობს, რომ მისი ცხოვრება ისე წავიდეს, რომ ღმერთთან დაიმკვიდრდეს და პატრიარქი დღეს დღეს რაღაც გამომშვიდობების დღე იყო და ამ წირვას თან დავიმშვიდობოთ უწმინდეს სამქვეყნეურად და თან მარადილ სიხარულში რაღაცა ვიცი რომ პატრიარქი იქ არის და იქიდან შეგვეწევა დაგვეხმარება. ამ 40 დღის განმავლობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოვიდა პატივი მიაგო. მის უწმინდესობა საფლავთან არ წყდებოდა ხალხის ნაკადი. ამ 40 დღის განმავლობაში ღია იყო ტაძარი, სიონის ტაძარი და სამღვდელოებასთან ერთად მოდიოდა მრევლი სამღვდელოება. უწყვეტად იხდიდა პანაშვიდის მისი სულის მოსახსენებლად და გამოჩნდა ეს უდიდესი სიყვარული, რომელიც დათესა ჩვენმა უწმინდესმა და დღეს ჩვენ მოვიმკეთ, როდესაც ამდენი ხალხი ვიხილეთ მასთან მოსული. 59 წელი თითქმის ნახევარი საუკუნე საპატრიარქო ტახტზე ილია მეორის სახელს უკავშირდება არაერთი დიდი საქმე. მის სახელს უკავშირდება პირველ რიგში ეკლესიის აღორძინება, ავტოკეფალიის გამტკიცება, მღვდელმთავრების მრევლის რაოდენობის ზრდა. პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდები, მათთან ურთიერთობა და ასევე მის სახელს უკავშირდება ის, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში გაიზარდა ახალგაზრდა მრევლის რიცხვი. მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ინიციატივები. მნიშვნელოვანია, რომ მისი ავტორიტეტი არ მოიცავდა მხოლოდ საქართველოს, მისი ავტორიტეტი იყო მსოფლიო მასშტაბით, რადგან გვახსოვს, რომ ის მართავდა სხვადასხვა შეხვედრებს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან მათ შორის და მისი ლოიალობა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან გამოჩნდა მისი დაკრძალვის დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში დასრულებულია, მრევლი მაინც არ წყვეტს მოვიდეს და სამძიმარე გამოთქვას და მოიგონოს გარდაცვლილი პატრიარქი. მადლობა მარიამ. სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განვლილ გზას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე იხსენებენ პოლიტიკოსები. მათი განცხადებით ილია მეორე იყო ხალხისთვის სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცეს აყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ადამიანებს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორის სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვას.
ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის წარსულში საუბარი მის უწმინდესობაზე და უნეტარესობაზე. ჩვენი ერის სულიერ მწყემსთავარზე, ადამიანზე, რომელიც ჭეშმარიტად ღვთისგან იყო მოვლენილი და ნახევარი საუკუნე მიუძღოდა ჩვენ ხალხს. მან აი ამ მძიმე ათეისტურ ეპოქაში თვალი აუხილა ჩვენ საზოგადოებას და აყენა სწორ გზაზე. ყოველდღე გვასწავლიდა ის სიყვარულს, როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა, რომ შენი მოყვასისთვის გააკეთო ძალიან კარგი საქმეები და გარდა ამისა ის ყოველთვის შეგვახსენებდა ჩვენს მისიას. საქართველოს სულიერი მისია რაში მდგომარეობს და კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო მისი უწმინდესობის და უნეტარესის უკვდავ სულს, რომელიც დარწმუნებული ვარ მეოხად იქცევა ჩვენი ქვეყნისთვის და ის ზეციური საქართველოდან ილოცებს თავისი ხალხისთვის. ეს არის ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი, თუ რა ღვაწლი ქონდა და რა სიყვარული ქონდა, ყველამ ნახა ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ უწმინდეს პატრიარქს და ის არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დანაკარგი, ეგ არის მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დანაკლისი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა როგორ თავისი ცხოვრებით სიცოცხლეში, ისევე ამ ქვეყნიდან გასვლით პრაქტიკულად შეასრულა საქართველოს და ქართველი ხალხის გამაერთიანებრის როლი და მან ეს ფაქტობრივად გააკეთა. მისი მთელი ცხოვრებაში სიტყვები, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ამ ქვეყანაზე ადამიანმა მოიცხოვროს ისე, რომ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ პოზიტივი დატოვოს ამ ქვეყანაში, ეს მან პირდაპირ აჩვენა თავისი მაგალითით, რომ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც მოახერხა ძლიერად საქართველოს ქართველი ერის გაერთიანება და ქართველმა ერმა აქაც უნდა ითქვას, რომ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ის არ არის არც რწმენის დამთმობი, არც ოჯახური ღირებულებების დამთმობი, ეს იმად გასაგონად კიდე, ვინც წლების განმავლობაში და ეხლაც მათ შორის საქართველოში, ვითომ ვაი პოლიტიკოსები რომ არიან და ვაი ვითომ ექსპერტები ამბობდნენ და ამბობენ, რომ საპატრიარქო ემსახურებოდა და ემსახურება უცხოეთს და რუსეთის იმპერიას და ასე შემდგომ. მომავალი კვირიდან პარლამენტი იწყებს კანონ პროექტის განხილვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას ეხება. საუბარია ახალ უწყებაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს და რომლის ხელმძღვანელიც სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება. მამუკა მდინარაძე პარალელურად ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ამ პოსტზე წარდგენილია გეკა გელაძის კანდიდატურა. საკადრო ცვლილებების შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა მთავრობის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე კი პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. ლელა ჯავახიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში, ის დეტალებს მოგვიყვება, გისმენთ ლელა. მთავრობის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია, ის ორშაბათს ბიუროს ხდომაზე დარეგისტრირდება და ამის შემდეგ დაიწყება დაჩქარებული წესით განხილვა. ცვლილება, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს, სასესიო კვირაშივე დამტკიცდება. უწყების ხელმძღვანელი იქნება სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერი იქნება. კიდევ ერთი საკითხი, რასაც საპარლამენტო პროცედურების სჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელის გეკა გელაძის არჩევა. დღეს უმრავლესობის მხრიდან ითქვა, რომ ორივე საკითხს ექნება დეპუტატების მხარდაჭერა, ვინაიდან მთავრობის გადაწყვეტილება მიმართულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვისკენ და პოლიტიკური გუნდის გაძლიერებისკენ. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებს, ცნობილია, რომ მთავრობის კანონპროექტს მხარს არ უჭერს გიორგი გახარიას დეპუტაცია, ხალხის ძალა კი ქართულ ოცნებასთან კონსულტაციების რეჟიმშია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე კონსულტაციები თვითონ ხალხის ძალაში, გვექნება უახლოეს პერიოდში ქართულ ოცნებასთან კონსულტაციები. ზოგადად ჩვენ ვართ ის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს უკეთესი სიტუაცია, ვიდრე არის დღეს. ეს არის ძირითადი მიზანი ზოგადად ოპოზიციის. და ამ მიზანს მივყვებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევცვლით ფორმატს საქართველოში ოპოზიციის ზოგადად, რომ მისი მიზანი განზღვაგინება და უმიზეზოდ ხელისუფლების კრიტიკა უმიზეზოდ ვიმეორებ კი არ არის, არამედ არის ის, რომ ალტერნატივა შესთავაზო, გააკრიტიკო, მათ შორის მწვავედ, თუ კი ეს რა თქმა უნდა ხალხის ინტერესებიდან გამოდის და ამას ჩვენ ვაკეთებთ. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ ეს არის რა თქმა უნდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ რა ხდება განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება კონსტატაციები ქართულ ოცნებასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რასაც რა თქმა უნდა საზოგადოებას ვაცნობებთ. იმის ფონზე თუ რა გამოცდილებას აქვს ბატონმა მოკამდინარაძეს, ეს კოორდინაცია რაც მას ჩავარდება ძალოვანი სტრუქტურების, მე ვფიქრობ, იქნება ძალიან ეფექტური და ის ისევე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ამას აკეთებდა თვითონ როგორც როცა იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და არა მხოლოდ მან, მათ შორის პარლამენტშიც ეს იყო ჩვენი ესე ვთქვათ ლიდერი, სპიკერი, როცა იყო უმრავლესობის ლიდერი. გვაჩვენა ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ბატონი მამუკას მუშაობამ თუ როგორ უნდა ებრძოლო კორუფციას და ზოგადად უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ მსახურებდა დაწინაურებას და შესაბამისად პარლამენტის მიერ იქნება მხარდაჭერილი აღნიშნული, ესე ვთქვათ, კანონპროექტი. რაც შეეხება სუსის უფროსას, ბატონ გელაძეს, უკვე მომავალ სუსის უფროს, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი, ისიც ყველა ვხედავდით თუ როგორ წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას, დაკისრებულ მოვალეობას, მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის თუნდაც კრიმინალთან ბრძოლაში, კორუფციასთან ბრძოლაში და აბსოლუტურად ბატონმა გელაძემაც აჩვენა თავისი შესაძლებლობების მაღალი სტანდარტი. აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილების მიხედვით შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა სულხან თამაზაშვილი, რომელმაც ამ პოსტზე აჭარის მთავრობიდან გადმოინაცვლა. ახალ თავმჯდომარედ კი წარდგენილია ზურაბ პატარაძე, რომელსაც ოფიციალურად ნდობა ახლა უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს. მადლობა ლელა, თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა. საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო ისევ დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში რამდენიმე 1000-ით მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით შემოსული იმიგრანტების რაოდენობა 131501 შეადგინა. ემიგრანტების რიცხვმა კი 114374. ლევან ფანცხავა გაიცნო ახალ მონაცემებს, ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან დეტალებს ველოდებით ჩვენგან. დიახ, ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობა 3274-ით აჭარბებს იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასული ადამიანების ოდენობას. ეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა და ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ უკვე ქვეყანა მეორე წელია ზედიზედ ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას. საქსტატში აცხადებენ, რომ 2025 წელს თითქმის 4-ჯერ მეტი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ეს მონაცემები ასახული იყო 2024 წლის მაჩვენებლებში. დადებითი მიგრაციული სალდო შეინიშნება 2025 წელს, ისევე როგორც 2024 წელს, თუკი 2024 წელს დადებითი მიგრაციული სალდო შეადგენდა 14400 ადამიანს, 2025 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 17127 ადამიანი შეადგინა. თუკი ამ მონაცემებს შევხედავთ ჩვენ მოქალაქეობრივ ჭრილში, დადებითი მიგრაციული სალდო შეინიშნება საქართველოს მოქალაქეებში, ისევე როგორც 2024 წელს, 2025 წელსაც დადებითი მიგრაციული სალდო გვაქვს და თუკი 2024 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 840 ადამიანს, თუკი 2025 წელს 4-ჯერ გაიზარდა და 3200 ადამიანამდე მიაღწია. მიგრაციის დადებით დინამიკაზე საუბრობენ ქართული ოცნების წევრები, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შექმნილია უსაფრთხო გარემო, მომატებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ დასაქმებას, დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი და ასევე წარმატებული ეკონომიკა განაპირობებს იმას, რომ სამშობლოში ბრუნდებიან ადამიანები. იგივე პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსი პოზიცია აქვს იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებიან პარლამენტში, რომლებიც აცხადებენ, რომ სწორედ ის უსაფრთხო გარემო, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, ქმნის იმის საფუძველს, რომ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოება ქვეყნის, რასაც თავისთავად მოაქვს ეკონომიკური განვითარება, ეს გადაჯაჭვული ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არიან წასული უცხოეთში, მოუნდებათ, რომ თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის საშუალება და შესაძლებლობები იმის, რომ ამ თვითრეალიზაცია მოახერხო, დასაქმების პერსპექტივები არსებობს, იმიტომ რომ
დასაქმების პერსპექტივები და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები მოყვება ეკონომიკურ განვითარებას, რაც თავისთავად შედეგია უსაფრთხოების და მშვიდობის ქვეყანაში. Ასე არის აწყობილი ზუსტად იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც აეჩია საქართველოს. არ შეიძლება თითოეულ ქართველს არ ახარებდეს თავისი თანამემამულების დაბრუნება სამშობლოში. ქართველი ადამიანი ყველაზე ბედნიერად და ყველაზე ლაღად თავს საკუთარ მიწაზე გრძნობს, თავისთავად ცხადია. ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ესეთი ტენდენცია თან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწას. Რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი გადასაჭრელი, მაგრამ ტენდენცია არის ძალიან კარგი და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე როგორც შეეფერება ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას. მიგრაციასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. მადლობა ლევან, საქსტატის ახალი მონაცემები ლევან ფანცხავამ გაგვაცნო. 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები იწყება. გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთში მარიამ ქრუიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ავიაკომპანია რეისებს შანხაი-თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ შეასრულებს. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩინეთის კომერციის და საქართველოს ეკონომიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოკმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ. ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება დიალოგის მექანიზმი ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე შედგა შეხვედრები ჩინეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ და ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან. კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამავდროულად ჩვენ მქონდა შეხვედრა რეფორმების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათა შორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობას მხარდაჭერას. დავასრულეთ ამ ვიზიტის ფარგლებში ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოლაპარაკებები China Eastern-ის ავიაკომპანიასთან. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს, რომ დაიწყება 15 ივლისიდან პირდაპირ ფრენები შანჰაისა და თბილისის შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური კავშირები. ახლა კი უცხოეთის ამბები, როდის დაიწყება დიალოგი ამერიკასა და ირანს შორის. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ისლამაბადშია, თუმცა აბას არაღჩი პაკისტანში ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს არ შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერის განცხადებით, ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და განიხილავს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ მიმდინარე ძალისხმევას. ისრაელის სამხედრო ძალებსა და ჰეზბოლას შორის შეტაკებები გრძელდება. ცაჰალის განცხადებით, მათ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას დაჯგუფების 6 შეიარაღებული წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს და ამასთანავე დაბომბეს დაჯგუფების რაკეტმტყორცნებიც. საფასუხო თავდასხმა განახორციელა ჰეზბოლამ, დაბომბა სამხრეთ ლიბანში არსებული ისრაელის ჯავშან ტრანსპორტიორი. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობის მიღწევის პროცესი დაწყებულია, ჰეზბოლა კი ცდილობს ხელი შეუშალოს ამ პროცესებს. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი. ნათელია, რომ ჰეზბოლა ამისათვის ხელი შეშლას ცდილობს. თავისუფლად ვიმოქმედებთ ნებისმიერი არსებული და ახალი საფრთხის წინააღმდეგ. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მაცხოვრებლებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კატარის ამირას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. მხარეებმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის, შეთანხმებისა და მისი განმტკიცებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის საკითხები განიხილეს.
უკრაინაში დნიპროზე განხორციელებული რამდენიმე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობებში. სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ნანგრევებში დაზარალებულებს ეძებენ რუსული დრონების. სამიზნე გახდა ხარკოვის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი. საპასუხო თავდასხმის შედეგად კი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობა, რომელსაც უკრაინული დრონი მოხვდა. აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევის საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ უკრაინასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამასთანავე დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი 6 დოკუმენტს მოაწერეს. თუ რა საკითხებს შეეხებოდა დოკუმენტი, ამასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვაცნობეთ, რომ სამხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა თურქეთსა და შვეიცარიაში, ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით. ბუნებრივია, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მსგავსი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შედგეს. და ისევ საქართველოს 25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. პროფესიული დღე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზა ვარციხეზე აღნიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაკეს. დააჯილდოვეს სამხედრო მოსამსახურეები. პროცესის სრულყოფის ახალი შესაძლებლობები. დღეს ჩვენ მდგავართ თავდაცვის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე და ამ პროცესის სრულყოფა ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების გარეშე შეუძლებელია. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაუხადო ბატონ თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისათვის და მიღებული ეფექტიანი გადაწყვეტილებებისათვის, რომლებმაც თავდაცვის ძალების განვითარების მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის ახალი შესაძლებლობები შეძინა. მინდა მადლობა გადაუხადო ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს ბრიგადის გენერალ კახა ტაბადაძეს და სარდლობის დაქვემდებარებაში ყოფ ყველა ჯარისკაცსა და სამოქალაქო პირს. განსაკუთრებულად ვულოცავ დღევანდელ დღეს და დიდ მადლობას გადაუხდი ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის თითოეულ მოსამსახურეს. თქვენ ყოველდღიურად მუხჩაუხლերի შრომით და თავდადებით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგაქვთ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში. პირადად ჩემთვის და ლოჯისტიკის სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ყოველდღიურად ჩვენი მოგწალებული წვლილი შევიტანოთ თავდაცვის ძალების გაძლიერების საქმეში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მმართველებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სამდღიანი სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. წვრთნების მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირებების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ასევე უწყებათა შორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება. ქართულ მხარესთან ერთად სწავლებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფი. იმერეთის პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა. ისინი სხვადასხვა დროს აიყვანეს. მათი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი. დანაშაული 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების პატიმრობას ითვალისწინებს. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს ბათუმში. თურქეთის მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები. პირველად საქართველოში ფრილანსერებისა და ტექ მეწარმეების Unlimited სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ფრილანსერებს, ინოვატორებსა და ბიზნესის შემქმნელებს. მათ ვინ ციფრულ ეპოქაში მომავლის შექმნით არის დაინტერესებული, ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები, დასაქმება, ბრენდინგი, კარიერული კონსულტაცია, ლიდერშიპი და მეწარმეობა, მარკეტინგი და კონტენტის შექმნა ეს არის მთავარი თემები. ღონისძიება ასევე მოიცავს იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს და დისკუსიებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ძალიან დიდი მადლობა მინდა კომპანია Hotcard-ი თავის გამომწერებს თავაზობს 1+1, 2+2 და 3+3 შეთავაზებებს, რაც მოიცავს იმას, რომ ერთი კერძის ან რაღაც მომსახურების შეძენისას მეორეს იღებენ სრულიად უფასოდ. ეს ყველაფერი კი Hotcard-ის აპლიკაციის გამოწერით არის შესაძლებელი. ყავს ძალიან ბევრი პარტნიორის სივრცე, რაც მოიცავს რესტორნებს, გასართობ ობიექტებს, აუზებს, ესთეტიკას. წარმოდგენილები ვართ როგორც სპონსორები და როგორც სპიკერები. საერთო ჯამში დავაგროვეთ ნეტვორკინგი, გავიცანით ბევრი ახალი სტარტაპერი, გავიცანით ფრილანსერები, რაც ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველად ტარდება Unlimited Summit-ი, რომელიც საქართველოში არის უპრეცედენტო, ეძღვნება მთლიანად კარიერულ განვითარებას, მეწარმეობას, ტექ განვითარებას, სტარტაპებს. მათთვის ტარდება ეს ყველაფერი, უფრო მეტი ცოდნა რომ მივცეთ, უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა რომ მივცეთ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustaviory.lg-ან და ასკანერით QR კოდი და შემოგვერდით Rustaviory-ის Facebook გვერდზე. გურიერი 3 საათზე ამით დასრულებულია. მე 6 საათამდე გემშვიდობებით.